გათენდა მეგობრებო, დავიწყე ახალი ვლოგის ჩაწერა. დღეს არის ხუთშაბათი, მივდივართ სკოლაში, თუმცა ჯერ პირველ რიგში ეს სიტყვები უნდა ვისწავლო. დღეს რაღაცა ქარიანი დღე არის, რაღაცა ძალიან ცუდი ამინდები არის ეს ბოლო პერიოდი, ვინც აქ ცხოვრობს, მაგათაც კი უყვირთ ისეთი ამინდებია. ნახეთ რითი ვთქვებით. ანუ ისეთი ტემპერატურა არის ამ ამინდის მიუხედავად, რომ მეტი არ არის საჭირო რა, აი შეიძლება ამ რაღაცით გათბე. მაგარია. მოვედით ისევ დარბაზში. ზოგადად ესე თითქმის ყოველდღიურად ვარჯიში და სიარული არ წარმოადგენს საჭიროებას, მაგრამ რახან სხვას არაფერს ვაკეთებთ, მოვდივართ ხოლმე. თუნდაც შეიძლება კარდიო გავაკეთოთ ან რაღაცა 3-4 ვარჯიში და მივდივართ ხოლმე. ეხლა დღის პირველი ნახევარია. ალბათ სადღაც 3-ის ნახევარი იქნება რა და მაგიტო ჯერ არ არის აგიჟეთი, შეგვიძლია 7-ად წყნარად ვივარჯიშოთ და ამის მერე მივდივართ სკოლაში. დღეს ჩამოვასხი ანანასის არომატი. დღეს პირველი გაკვეთილი ცოტა ადრე დაგვიმთავრდა, 20 წუთით ადრე გავიდა ჩვენი მასწავლებელი და ჩვენ ვერ მოვასწარით ჭამა რომ მოვდიოდით დარბაზიდან, ამიტომ ეხლა უნდა ვჭამოთ უცებ-უცებ, სანამ მეორე მასწავლებელი მოვა. ჩვენ აქ გვაქვს პროტეინის პუდინგები, მეტი ვერაფრის ყიდვა ვერ მოვასწარით, ეს გუშინ ვიყიდე. ჩვეულებრივ ესეთ გემრიელი არ არის ხოლმე, მაგრამ სკოლაში რო ჭამ, უფრო გემრიელია. ვჭამეთ და დავბოდიალობთ ეხლა სკოლაში. ახეთ როგორი რაღაცები აქვთ. Stop bullying. 20 იანვარი კი არა და ნოემბერი ყოფილა ფილოსოფიის დღე. ყოველთვის მოცნებობდი ესეთ პატარა კარადებზე რაღაცა სერიალებს და ეგეთ რაღაცებს რომ უყურებდი ხოლმე ბავშვობაში, აი მოცნებობდი რომ მეთქინე და ჩემ სკოლაშიც იყოს, რომ მოხვალ შენს ნივთებს შეაწყობდა. Gabardina. დღეს ვწავლობთ ამინდს და ძალიან საინტერესო თემაა. აი ეს ტექსტი არის და სახში უნდა გადავთარგმნო და სიტყვებს ვისწავლო. როგორ შეაფასებდი დღევანდელ გაკვეთილს, ვიცი რომ მოგეწონა, გითხარი 1-2 სიტყვა. ძალიან საინტერესო გაკვეთილი გქონდა. ვისაუბრეთ ამინდზე და წელიწადის დროებსაც შევეხეთ რაღაც კუთხით. და ყველაფერი არა, მაგრამ დიდი ნაწილი გავიგეთ და მაგის გამო ძალიან საინტერესო იყო. რომ გესმოდა რაღაც უფრო ინტერესით ვიყავით ჩართულები რა. კი. რაღაცებს გვეკითხებოდა, ჩვენ შეძლებს დაგვარად პასუხობდით, ისიც შეძლებს დაგვარად მე გვაგებინებდა და ასე ვილაპარაკეთ. მოკლედ ძალიან კარგი იყო. თუ რამე სიტყვას ვერ ვიგებდით, სხვადასხვა დაფაზე გვიხატავდა. ან მე Google-ში ეძებდა ხოლმე თუ რაღაც რამე ისეთი იყო რა. გახატვა არ შეეძლო. კაცი იყო რა. ესე იგი, ჩვენ რახან უკვე ავითვისეთ მერკადონად და ლიდლით, გადავწყვეტეთ რომ ახლა ავითვისოთ ალდი. ასევე ავითვისეთ კარფური. ხო. ყველგან ძვირიანი. ხო, კარფური. ჩვენ ისე შევატყოთ, რომ შეიძლება არ იყოს. კარფური აშკარად ძვირიანი იყო ბას, ვიდრე მაგალითად ლიდლი ან მერკადონა არ ვიცი. აი ნახეთ სად არის ალდი? აი აქ არის და გადავწყვეტეთ რომ ახლა დღეს ესეც დავათვალიეროთ. რომ ჩამოვყალიბდეთ, სად გვირჩევნია ხოლმე მისვლა. აი მოვედით. ნახოთ რა ხდება. 9 საათში იკეტება, კიდევ უფრო ცოტა დროში და მალე უნდა მოვასწროთ რაღაცების შერჩევა. გვინდა რომ ვიყიდოთ ტუნა. ვაიმე ტუნა ძალიან შემიყვარდა ამ ბოლო დროს. ადრე მეზისხებოდა, სუნზეც ცუდად ხდებოდი. გული მერეოდა, მაგრამ პისტეჩკა იაფია. მე პატამ რამდენჯერმე ძალდატანებით გამასინჯა და დავამუღამე თუ რა ვქენი არ ვიცი, ახლა ტუნა ძალიან მიყვარს. აუ ნამცხრები. აი ვნახეთ ტუნა. ყველანაირი შეფუთვებშია. ესეთ შეფუთვებშიც, ესეთშიც 370 გრამიანი შეფუთვადებს შიგნით, ესეთ ბანკებშიც. მე მინდა დიდი რა ვიყიდო, აი რაღაცა ისეთი. იმიტომ რომ ბევრს ვჭამთ ხოლმე. დილობით ძალიან მიყვარს, კვერცხთან ერთად ძალიან მიყვარს, ავოკადოსთან ერთად. აი ძალიან გემრიელი პროდუქტია. არ ვიცი რატო შემიყვარდა ესე ძალიან უცაბედად. აქ არის თევზები, ორაგული.
what else? თხილეული cashew 2.69, 2.25 ელონდები. ეს მიქსი, აუ ეს ანგემრიელია. ნახეთ როგორი რამეა. აი ამას ხო ყიდულობ 2.9 სიხდი და მე ჭიქა გრჩება. იოგურტები აქაც ძალიან ვერნაირია და მე მგონი ლიდლის პროდუქცია მეორდება რა. უბრალოდ უყურელი შეფუთვა. საცმელი და ფეხსაცმელი აქაც ყოფილა. მაგრამ ლიდლში აშკარად უფრო მეტი არჩევანი არის. ნახეთ რა მხელა. და რა ღირს? ეკრიბ 60 ეს. ვაიმე. არ მინდოდა ეხლა ამის დანახვა, როცა მოდივარ ჯერ ვარჯიშიდან, მერე სკოლიდან და ძალიან მშია და აქ დევს უამრავი გემრიელობა ერთად. მინდა. აუ შეხედეთ რანაირებია თან. მერთო. თან როგორ ადგილას დაუწყიათ შეხედე. ვის გიყვართ მეგობრებო სიმინდი? მე ძალიან მიყვარს. იმ დღეს ვიყიდე ჩვეულებრივ ისეთები რა, თლიანი სიმინდები და ძალიან გემრიელი იყო. ესეთ შეფუთვაში ეს არის 570 გრამიანი შეფუთვა და ღირს 1.72. ამასაც ვიყიდიდი, მაგრამ ჯერ ისევ ის მაგ შესაჭმელი და რო შევჭამ მერე ვიყიდე. კრებია. ეს საინტერესო რაღაცებია. ეს რა არის? რა საყვარლობა? მაკარონია? არა. ლენტეხას როხასო. აუ, ლენტეხას ის არ არის? ოსპი. ოსპის მაკარონია მე მგონი ან რავი. არ მოგვეწონა ალდი. ლიდლი ჯობია ბევრად. ცოტა უფრო პატარაც არის ალდი. უფრო მეტი არის ფასები ვიდრე ლიდლში, არჩევანი არის ნაკლები, უფრო მოუწესრიგებლობაა და საბოლოო ჯამში ჯერჯერობით ლიდლი იმარჯვებს. წავედით ახლა სახლში. ძალიან საინტერესო რამე მოხდა დარბაზში და რო გავალ მოგიყვებით. ეხლა მოგიყვეთ რა მოხდა. მოკლედ ვარჯიშობ დარბაზში ვარ. იქ ვიდექით, რა ქვია, წვენებს რო ვისხამთ ხოლმე, ვარჯიშის დროს რო დავლიოთ და მაგდროს მოვიდა ეს გოგონა, რომელიც არის მაგ დარბაზში ტრენერი. ძალიან ხშირად შევიმჩნევია, ძალიან ხშირად არის ხოლმე, როდესაც მივდივართ და ეტყობა თვითონაც შემამჩნია. ხო და პირველ რიგში ესპანურად დამიწყო საუბარი და ეს სიტყვები რო ვერ გავიხსენე და ენა რო დამება, მიხვდა რომ არაფერი გამოვიდოდა და შემდგომ უკვე ინგლისურად გააგრძელა საუბარი და პირველი რაც მკითხა იყო ბოდიბილდერი ხარ თუ არაო. მე ამაზე უპასუხე რომ არა მეთქი, უბრალოდ ვარჯიშობ თქო და ამაზე მიპასუხა რომ იმიტომ გამიჩნდა კითხვა რომ ძალიან კარგ ფორმაში ხარო და მეგონა ემზადებოდი საშეჯიბროდო რა. და არა მეთქი, არაფერი მსგავსი. ისიც კი არ მიხსენებია რომ ან ტრენერი ვიყავი ჩემს ქვეყანაში ან წვრთნელად მუშაობდი ან არაფერი არ მიხსენებია, აბსოლუტურად უბრალოდ უთხარი რომ უბრალოდ ვარჯიშობ თქო. მაგაზე მკითხა რომ რატო არასდროს გიცდიაო ან ახლა რატო არ გაქვს გეგმაში რომ სცადო ეს ყველაფერი და ვუთხარი რომ მეთქი ანუ არ ვიცი აქ როგორ ხდება მეთქი მაგრამ მე რაც მინახავს და თუნდაც ჩემს ქვეყანაში ეს სფერო არ ფასდება ისე როგორც უნდა ფასდებოდეს თქო რა ანუ ძალიან დიდი ფინანსური რესურსი უნდა ჩადო ფიზიკური რესურსი დრო ენერგია ყველაფერი უნდა ჩადო და აი იმედენად არ ფასდება რომ თითქმის ვერაფერს ვერ იღებ რა. უბრალოდ საკუთარ თავს უმტკიცებ რაღაცებს. ეგ არის რეალურად ჩვენთან ბოდიბილდინგი. ამაზე ამ გოგომ მიპასუხა რომ აბსოლუტურად მესმის, რასაც გულისხმობოდა. აქაც ნაწილობრივ ეგრე ხდებაო და იდეაში ანუ ვიცი რა, სადაც არ უნდა იყოს, რომელ ქვეყანაზეც არ უნდა იყოს საუბარი. აქ ქვეყანა არ არის პრობლემა, თვითონ ეგ სფერო არის ისეთი რომ აი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას დებ, საკუთარ თავთან გაქვს ფსიქოლოგიური ჭიდილი, უამრავ სირთულეს გადალახავ ამ შემდეგ, მაგრამ ვინაიდან მაინც საკუთარ სხეულზე ორიენტირებული სპორტი არის და კიდევ იქ ძალიან ბევრი ნიუანსებია, რაშიც შენ არ წყვიტავ, არამედ წყვიტავს შენი გენეტიკა და ის მწვრთნელი, რომელიც სცენის მიღმა გიყურებს, შესაბამისად არ ფასდება დიდად არსად. შემდეგ მითხრა რომ ის ბიჭი ვისთან ერთადაც დგას ხოლმე თურმე ადმინისტრაციაში ყოფილა მაგისი შეყვარებული და მაგათ აქვთ ჩამოყალიბებული გუნდი, სადაც ამზადებენ და ეხმარებიან ადამიანებს, ვისაც უნდა რომ თავისი ბედი სცადოს ბოდიბილდინგში.
და ეს გოგო აღმოჩნდა პოზირების კოუჩი, ბოდიბილდინგში ძალიან მნიშვნელოვანი არის პოზირება, შეიძლება სხვას შენზე უკეთესი ფორმა ჰქონდეს, მაგრამ შენ ისეთი პოზირება გააკეთო, რომ მაგით აჯობო, აი მაგ ქულებით მოუგო და თუ გადაწყვეტო და თუ რამეში დაგჭირდება დახმარება, ყველაფრისთვის აქ ვარო. ასევე მითხრა, რომ ალბათ ახალი ჩამოსული ხარო, რახან ენას ცდილობ რომ ისწავლო და რაღაცები ვაჩვენე მე მაგ მომენტშიც კი მქონდა ვიდეო ჩართული, რომლის საშუალებითაც კურსასმენებში ვუსმენდი ესპანურ სიტყვებს და მე აუცილებლად ვისაც ესპანურის სწავლა გინდათ მაგ ვიდეოს გაგიზიარებთ, იცით როგორი ვიდეოა, ეხა პატარა გადახოვას გავაკეთებ, მაგრამ უნდა ვთქვა, ანუ ვარჯიშის დროს მინდოდა რაღაცა ისეთისთვის მომესმინა, რისი მოსმენის დროსაც ტელეფონს არ შევეხებოდი რა, ხო და უშუალოდ ესპანური საუბარი რო ჩამერთო, იქ რაღაც სიტყვა რომ მესმის და მე განმარტება რომ მაინტერესებს, ტელეფონს ვეხები ხოლმე რომ ჩაწვკითხო რომ ეს სიტყვა რას ნიშნავს რა. და ეგ მომენტი არ მინდოდა, იმიტომ რომ ხელი შემეშლებოდა ვარჯიშის დროს. ხო და YouTube-ზე ვიპოვე ესეთი რაღაცა, რომ რაღაცა ისტორიას გიყვება, ვიდეო არის და ჯერ გეუბნება ესპანურად ერთ წინადადებას და მერე ზუსტად იგივე წინადადებას გეუბნება ინგლისურად. და ასე სიტყვით მიყვება რა ეს ინგლისურად ამას ნიშნავს, ესპანურად ამას უსანიშნავს. ანუ ინგლისური ვიცი შესაბამისად, ის ყურშივე რომ მითარგმნის, ეგ ძალიან უწევს და ეგრევე ვაჩვენე რომ ნახე მეთქი ამ მომენტშიც კი ამას ვუსმენ და ვცდილობ რომ ენა ვისწავლო თქო რა. ხო და ავუხსენი რომ მეთქი ამ მომენტში სხვა პრიორიტეტები მაქვს. აი როგორც ხედავ ენას ვსწავლობ, მინდა რომ ვიშოვო სამსახური ნებისმიერი რაც არ უნდა იყოს. რომ შევძლო ქირის გადახდა, რაღაცა იქ პროდუქტების ყიდვა, ანუ ელემენტარული საარსებო მინიმუმი რომ იყოს მეთქი რა და შესაბამისად ბოდიბილდინგი ამ ეტაპზე ჩემ გეგმების სიაში საერთოდ არ შედის მეთქი რა. მაგაზე მითხრა რომ აბსოლუტურად გასაგები იყო მისთვის ეს ყველაფერი, მითხრა რომ თვითონაც არ არის ადგილობრივი, თვითონაც ჩამოვიდა არგენტინიდან, არავინ არ ჰყავდა, საერთოდ მარტო იყო და მითხრა რომ აბსოლუტურად ესმოდა რა მდგომარეობაში ვიყავი ახლა. დამამატა მეგობრებში, მეც დავამატე, მოკლედ დავმეგობრდით და მე ორენოვანი ვარო, ინგლისურიც მესმის უკვე და ესპანურიცო და თუ რამე დაგჭირდება, ნებისმიერ დროს შეგიძლია რომ მომმართო და შეგვიძლია ერთადაც გავატაროთ ხოლმე დრო და მეთქი ძალიან დიდი მადლობა თქო. ხო და იც რაღაცა ძალიან გამიხარდა იცით, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ადამიანი ვარჯიშობს, ცდილობენ მაქსიმალურად რომ კარგად გამოიყურებოდნენ, ასე შემდეგ. ძალიან სტაბილურად დადიან დარბაზში და აი ამდენ ხალხში რომ მაინც ჩემთან რომ მოვიდა და რაღაცნაირად რომ გამომარჩია, ვარჯიშს ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო. კომპლიმენტების მოსმენა. მეგობრებო, გავიგე, სუპის ფასები აინტერესებთო და გაჩვენებთ ხე. ერთჯერადი სუპები ღირს 79 ცენტი. ხა ეს არის chicken, იმის რა ქვია, ქათმის არომატებში არჩევანი არის, მაგალითად ეს არის იხვის. აი, ვისაც ცოტა დიდი შეფუთვები უნდა, 4 ცალი როდოს ერთად. 1 და 19-ია ფასი. თუ ჯანსაღი ზეითუნის ზეთით გინდათ რომ მოამზადოთ, ხედავთ რაც ღირს. ხოლო ვინც გაბრაზდება, შეუძლია აი ეს იყიდოს, კარგად ჩააციოს და დალიოს. 1 ცალი ღირს 59 ცენტი. თლიან შეფუთვას თუ იყიდით, რომელშიც არის 6 ცალი, 2 და 94. ხოლო თუ ეგეც არ გეყოფათ, 5 ლიტრიანი ღირს 65 ცენტი და იმყოფინეთ. და თუ ეგეც არ გეყოფათ, 8 litrიანი ღირს 91 ცენტი. ეხლა კი ნამდვილად მოვჭით. ჩვენ გადმოვწერეთ Lidl-ის აპლიკაციას, სხვათა შორის თქვენი რჩევით გავაკეთე ყველაფერი და დღეს პირველად გადავიხდით. ნახოთ აბა რამდენად უპრობლემოდ ჩაივლის. გადავიხადეთ. ეს ჩანთაც ვიყიდეთ, იმიტომ რომ ჩვენი გასარაცხი ტანსაცმელი უნდა ჩაგვეწყო რამეში და არ გქონდა მაგისთვის არაფერი და გვჭირდება და ჩვენი პროდუქტებიც ესე მიგვაქვს სახლში. გამოვიყენე აპლიკაცია, ძალიან მარტივი იყო, მადლობა. ესე იგი, ახლა ჩვენ ვართ მერკადონაში, ვყიდულობთ ტუნას და არ ვიცი, მაინც გაგიზიარებთ ამ ინფორმაციას, იმიტომ რომ შეიძლება ზოგიერთ თქვენგანი ვინც უყურებს ვლოგს, ცდილობდეს წონაში დაკლებას. ორნაირი ტუნა არის, როგორც იცით, ერთი არის ჩვეულებრივ ნატურალურ წვენში, რაც არის ხოლმე მოთავსებული წყალში და მეორე არის ხოლმე, ახლა ამ შემთხვევაში ეს არის ზეითუნის ზეთში. რა თქმა უნდა, ეს უფრო გემრიელია, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ხოლმე ამას და გეტყვით რატოც, ნახე. სუპთა წონა რომელი არის ესა. 100 გრამზე აქ 79 კალორია მხოლოდ. ძალიან დაბალი არის 79, ხოლო აი აქ 100 გრამზე სუპთა წონა, ნახეთ, აი აქ აწერია 262 კალორია. ანუ რამდენჯერ მეტი კალორია არის. შესაბამისად, თუ ვინმე ითვლით კალორიებს და დეფიციტი გინდათ რომ შექმნათ და დაიკლოთ წონაში და ჭამთ ტუნას, იცოდეთ რომ ზეთიან ტუნაში ძალიან ბევრი კალორია იმალება.
და უკეთესი იქნება თუ აიღებთ ხოლმე ნატურალურ აი ესეთ თავის წვენში რომ ესე იგი TikTok-ზე დავდე ვიდეო, სადაც ესპანურ დარბაზზე გავაკეთე კომენტარი, რომ ძალიან მომწონს დამოკიდებულება მომხმარებლებს შორის და რას გულისხმობ ახლა ამაში, ანუ ჩვენთან მაგალითად ძალიან ბევრჯერ ვარ გალანძღული იმის გამო თუ რამე ცვა ხოლმე დარბაზში ნუ ეხლა მე აღარ მაინტერესებდა და მე რაშიც ვგრძნობდი თავს კომფორტულად იქნებოდა ის მოტკეცილი შორტი თუ მოტკეცილი ელასტიკი ყოველთვის მეცვა ხოლმე უპრობლემოდ, მაგრამ რო ჩამოვედი იცით რა ვნახე? აქ ხო ყველას ეგრე აცვია. აი, ბევრად უფრო მოკლებიც აცვიათ ვიდრე მეოდესმე ჩამიცვამს და თან გოგოებზე არ არის საუბარი. უკლებლივ ყველას რა, ბიჭებსაც, გოგოებსაც, ქალებსაც, კაცებსაც, ყველას ზუსტად ისი აცვია ბოდიში და როგორც უსწორდებათ რა, აი ძალიან უკომპლექსო ხალხია და ეგ მაგალითად მე ძალიან მომეწონა. თან ის მომეწონა, რომ არც ერთხელ არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ შემემჩნიოს ვინმე საშტერდება, ანუ ვერ აგიღწერთ როგორი ფეხებზე კიდიათ რა, აი პირდაპირ ესე შეიძლება ითქვას. ზუსტად მიდიან დარბაზში იმისთვის, რისთვისაც უნდა მიხვიდე დარბაზში. რა შენი საქმე გააკეთო, ივარჯიშო, გინდა წონაში კლება, გააკეთო ის ვარჯიშები, რაც მაგისტვის გჭირდება. გინდა წონაში მომატება, გააკეთო ის ვარჯიშები, რაც მაგისტვის გჭირდება. ანუ რა მიზანიც გაქვს, იმისთვის მიხვიდე, შენი საქმე გააკეთო, ისიავნო და წამოხვიდე. და არა უყურო იმას რა აცვია, ამას რა აცვია, როგორი ფოტო გადაიღო, როგორი ვიდეო, ანუ ეგ მომწონს ძალიან ამათში, რომ აი ესეთი უკომპლექსოები არიან და აი ესე ლაღად არიან დარბაზში რა და არავინ უაზრო კომენტარებს არ უკეთებს ერთმანეთს, რომ ეს რაღაცია, ის რაღაცია. ძალიან საკუთარ თავზე ორიენტირებული ადამიანები არიან და მე მომწონს ეგ რა. მარტო შენი საქმე რაც არის იმაში, რომ ყოფ ცხვირს და სხვის საქმეებში რო არ ყოფ ცხვირს, ეგ ძალიან მომწონს და აი რეალურად ეგ ვიგულისხმე რა. ხო და ესეთი კომენტარი გამიკეთეს, რომ ისაო რა ქვიაო პირიქითო რა გვაქვს მაგათი მისაბაძიო, მაგათ უნდა მოგუბაძონო ჩვენო რა, როგორც მართლმადიდებლებს და მაგაზე ჩავწერე ვიდეო. აი მე 2 დღეა მლანძღავენ. ყველანაირი უშვერი სიტყვა თქვენ უნდა განახათ პირადში რეებს მწერენ. ეხლა პირველ რიგში გაჩვენებთ ჯერ მაგ ვიდეოს. რო თქვენს შეგექმნათ წარმოდგენა, რაზე მაქვს საუბარი და ანუ არც ერთი ტყუილი არ არის გაჟღერებული აბსოლუტურად, აი ყველაფერი შეგიძლიათ დასერჩოთ და თქვენ თვითონაც გადაამოწმოთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის ფაქტები და მე არაფერი არ მომიგონია. მაგრამ ჯერ პირველ რიგში ნახეთ. ძალიან საინტერესო კომენტარი შემოვიდა მეგობრებო, ესე იგი ჩვენ მართლმადიდებლები ვართო და რა გვჭირს სხვისი მისაბაძი აქეთ მოგუბაძონო. მოდით ახლა წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია, ოღონდ ყოველგვარი შეურაცხყოფის, ლანძღვის, გინების და თმების დაგლეჩვის გარეშე. რომ მე, როგორც მართლმადიდებელი, ველაპარაკები ვიღაცა ესპანელს, მათი უმეტესობა არის კათოლიკე და ჩავთვალოთ, რომ ეს არის კათოლიკე. აი ესე არ ვიცი, გვერდით მიზის ეს ადამიანი და ვსაუბრობთ ამ თემაზე. და მე ვეუბნები ესეთ რაღაცას, რომ იცი რა არის, შენ ჩვენთან ახლოსაც ვერ მოხვალ, ჩვენ მართლმადიდებლები ყველაზე მაგრები ვართ და თუ რაღაცა მაგალითის აღება გინდა, შენ უნდა აიღო ჩვენგან და არა ჩვენ შენგან. წარმოვიდგინოთ, რომ ეს გოგონა აღმოჩნდა აბსოლუტურად მიმღები ადამიანი და მეუბნება ყოველგვარი აგრესიის გარეშე, რომ იცი რა არის, მითხარი მაგალითად რა ხდება თქვენთან მართლმადიდებლებში, პირობითად საქართველოში შენს ქვეყანაზე მესაუბრე და თუ ვნახავ, რომ მართლა თქვენ ხართ მისაბაძები და სამაგალითოები, მე აუცილებლად გავითვალისწინებ, ჩემთვის უკეთესი იქნება, ხო? მაინტერესებს რას მირჩევთ, აი რას ვეუბნები ამ დროს ამ ადამიანს, ხო? აი წარმოვიდგინოთ ესეთი სიტუაცია. რომელი ერთი არგუმენტიდან დავიწყო? პირველ რიგში ვეუბნები იმას, რომ ჩვენ ტაძარში დავდივართ იმის გამო, რომ იქ დავაკვირდეთ ერთმანეთს, როგორ გამოვიყურებით, რა გვაცვია, რას ვსაუბრობთ, ვისთან ერთად ვართ და შემდგომ, როდესაც დასრულდება წირვა, გავჭოროთ ერთმანეთი. მართალია ჩვენ თეორიულად ვიცით, რომ მხოლოდ ღმერთმა უნდა განგვსაჯოს, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს პრაქტიკაში, სულ სხვანაირად ვიქცევით, ჩვენ ერთმანეთს განვსჯით აბსოლუტურად ყოველ დღე. შემდგომ რას ვეუბნები, რომ ეკლესიაში დავდივართ ზოგჯერ იმის გამო, რომ ეს არის მოდა, ან უბრალოდ სხვას გვინდა რომ დავანახოთ, რომ ჩვენ ეკლესიაში დავდივართ და მორწმუნეები ვართ და რეალურად არაფერს არ ცვლის ეკლესია ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი მოსწავლის кейსი მინდა გავიხსენო, ერთი გოგონა მყავდა დარბაზში, რომელიც მუშაობდა ეკლესიასთან ახლოს. არ დავასახელებ რა ობიექტზე, მაგრამ ეს გოგონა მუშაობდა გამყიდველად.
ძალიან ხშირად, როდესაც მოდიოდა ხოლმე სამსახურიდან ჩემთან სავარჯიშოდ, იყო ხოლმე გაღიზიანებული, აი ყველაფრის იმედი და ყველაფრის სურვილი ჰქონდა ხოლმე დაკარგული და იყო ძალიან ნეგატიურ განწყობაზე. რა თქმა უნდა, ამას თავიდანვე ვერ გავარკვევდი, რატომ ხდებოდა, მაგრამ შემდგომ რამდენიმე თვის მანძილზე რომ იარა და დაუმეგობრდით და დავუახლოვდით და გამანდო ეს ყველაფერი, ვნახე, რომ მას ძალიან ცუდად ეპყრობოდა ეკლესიის მრევლი. და მომიყვა, რომ აი რამდენიმე წელია იქ მუშაობდა და ყოველ ჯერზე, როდესაც დასრულდებოდა ხოლმე წირვა, აი ეს ადამიანები, რომლებიც სხვის დასანახად და ვითომ ღმერთის სიყვარულისთვის დადიან ეკლესიაში, გამოვიდოდნენ ხოლმე ამ მაღაზიაში, შევიდოდნენ, რაღაცებს იყიდნენ და ძალიან აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ გამყიდველთან. რა კომენტარებს უკეთებდნენ, როგორი შეძახილები ჰქონდათ, როგორ უყრიდნენ ფულს და ასე შემდეგ, ამას უკვე აღარ მოვყვები. იდეაში არ გვჭირდება აქ ჩემი მოსწავლეების მაგალითები, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომელიც უბრალოდ საკუთარი თავის შენიღბვის მიზნით დადიან ეკლესიაში და რეალურად ყველამ ვიცით, რასაც წარმოადგენენ. კარგი, ჩავთვალოთ, რომ ეს ყველაფერი მოვუყევი, ხო? მე რას უყვები, როგორი შურიანები ვართ, როგორ არ გვიყვარს ერთმანეთის წარმატება, როგორ გვძულს ერთმანეთის კარგი პირობითად ესეც მოვუყევი. შემდგომ რას უყვები, როგორ გვიყვარს მაგალითად მატერიალური საგნები და ნივთები? როგორ გვირჩევნია მაგალითად დოშირაკზე გადავატაროთ მართლა მთელი წელი, მაგრამ ჩვენთვის მთავარია რომ ძვირადღირებული მანქანა ან ძვირადღირებული ტელეფონი გვეჭიროს ხელში? რომ თუ რაღაცა ისეთი ჩვეულებრივი მანქანა გყავს, ბანძი ტიპი ხარ, მაგრამ თუ ძალიან მაგარი მანქანა გყავს, უფრო მაგარი ტიპი ხარ? ანუ როგორ ყიდულობ ფულით, სახელს და როგორ მაღლდები შენი მატერიალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე ადამიანების თვალში. აქაც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, მაგალითად, როდესაც მჯდარ ვარ პრიუს C-ზე საჭესთან, საერთოდ სხვანაირი დამოკიდებულება მოდიოდა ადამიანების მხრიდან, იქნებოდა ეს შეძახილები, სიგნალები, გადაჭრები, გადმოჭრები თუ რა, მაგრამ რამდენჯერმე როდესაც ვიჯექი X6-ის საჭესთან, საერთოდ სხვა იყო დამოკიდებულება და აი თუნდაც რაღაცა არასასურველი მანერი შემესრულებინა, მაინც რეაქცია იყო ნული. ანუ ჩვენ ადამიანებს ვაფასებთ იმის მიხედვითაც კი, თუ რა მარკის ავტომობილი ჰყავთ მათ. კარგი, გავაგრძელოთ და შევეხოთ უფრო ღრმა და უფრო მტკივნეულ თემებსაც, ხო? მოვყვეთ ის, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება მკვლელობები. თან როგორი მკვლელობები იცით? განა მოსისხლე მტრები რო დაუპირისპირდებიან ხოლმე ერთმანეთს არამედ, აი ოჯახის წევრებს შორის, ნათესავებს შორის, მეზობლებს შორის. რა დროსაც არ უნდა ჩაწერო ესეთი ვიდეო საქართველოში, არასდროს არ მოგიწევს ხოლმე შორს წასვლა, იმიტომ რომ ყოველდღიურად ხდება ეს. მაგალითად 4 დღის წინანდელი ნიუსი არის, რომ აჭრა თაიმსი წერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ქალის ცხედარი იპოვეს. დმანისის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა. ეს საერთოდ 1 დღის წინ მომხდარი ამბავია, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 46 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ასევე 3 დღის წინ დაძმის ცხედრები იპოვეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში. მისაბაძი ერი ჩემთვის სხვანაირად გამოიყურება. ჯერჯერობით მე ამას ვერ ვხედავ, მაგრამ ვაგრძელებთ არგუმენტების მოძიებას, რატო უნდა მოგბაძოს ვინმე. კარგი, მოდი აღარ გავაგრძელოთ ახლა რა ხდება ზოგადად საქართველოში, იმიტომ რომ ეს შორს წაგვიყვანს და მოდი გავიმართლოთ თავი, ასე ვთქვათ და ის არგუმენტი მოვიყვანოთ, რომ იცი რა არის, ეგ ყველგან ხდება. გასაგებია? შევამციროთ და დაუბრუნდეთ ჩვენს სადისკუსიო თემას, რომელიც იყო რელიგია და დავიწყოთ საუბარი ეკლესიაზე. არის თუ არა სიმართლე ის ფაქტი, რომ როდესაც ეკლესია იღებს დაფინანსებას სახელმწიფოდან, უნდა იყოს გამჭირვალე, თუ რაში გამოიყენებს ეკლესია ამ თანხას. ანუ თითოეული ჩვენგანი, მე, შენ და ის, უნდა ვიგებდეთ, სად მიდის ეს მილიონები და დიახ, არ მოგესმათ, მილიონებზეა საუბარი. აჰა ბატონო, ოცნების მთავრობა საპატრიარქოს 25 მილიონთან ერთად კიდევ 43 მილიონს გამოუყოფს, რაც ჯამში არის 68 მილიონი. აქ არ მგონია ჩემი ჩამოცვლა იყოს საჭირო თუ სად მიდის ეს თანხები, ყველამ კარგად ვიცით, სადაც მიდის. ახლა გადავხედოთ ამ ყველაფრის ფონზე რა ხდება საქართველოში. 2019 წლის მონაცემებით 77,000 ბავშვი შიმშილობს ქვეყანაში, არც თუ ისე დიდ ქვეყანაში და ყოველწლიურად 300 ბავშვი შიმშილისგან იღუპება. ეს არის 2019 წლის მონაცემები და ალბათ ყველა ადამიანს გაუჩნდება ლოგიკური კითხვა, რა შეიცვალა იმის შემდეგ. გასული წლის 2025 წლის მონაცემებით 377,000-ზე მეტი უბრალოდ დაუკვირდით და გაიაზრეთ, რამდენად დიდი ციფრია ეს. 377,000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი გვყავს. აქედან 274,000-ზე მეტი იღებს საარსებო შემწეობას. რაც დამეთანხმებით რომ არის მინიმუმი და ეს შეგიძლიათ გადაამოწმოთ თუნდაც ამ ბავშვების მშობლებთან, რაში ყოფნით ის მინიმუმი.
გასულ წელთან შედარებით, ანუ 2024-თან შედარებით, ბავშვთა სიღარიბე 6%-ით არის გაზრდილი. და აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ხდება იმ ყველაფრის პარალელურად, როდესაც 2025 წელს გამოიყო საპატრიარქოსთვის 68 მილიონი ლარი. ანუ ეს ერთ სივრცეში ხდება, ერთსა და იმავე ქვეყანაში. მე ჯერ ისე ვერ ვხედავ ვერაფერს მისაბათს, თქვენ თუ დაინახეთ, შეგიძლიათ რომ დააფიქსიროთ აზრი კომენტარებში ადეკვატურად, ჩხუბის, აგრესიის, შეურაცხყოფის გარეშე. გავაგრძელოთ კიდევ რა ხდება, რას აკეთებენ ამ დროს სასულიერო პირები მაგალითად. ჩვენ რა თქმა უნდა ყველაზე ერთნაირად ვერ ვისაუბრებთ, ყველა რა თქმა უნდა ერთნაირი არ არის, ისევე როგორც ყველა სფეროში არიან საკუთარი საქმის პროფესიონალები და ადამიანები, რომლებიც მართლა პატიოსნად აკეთებენ ამ საქმეს, ისევე ხდება ამ სფეროშიც, ხო? მაგრამ ხომ გააჩნია პროცენტულად როგორი გადანაწილება არის უმეტესობას, რასაც ვხედავთ, იმის მიხედვით გვექმნება წარმოდგენა. აი, როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი უნდა იყოს სასულიერო პირი? ჩემთვის მაგალითად ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც უფრო მეტ ადამიანს გაუჩენს რწმენას, ვიდრე დაუკარგავს. ეს არის რამდენიმე დღის წინ დადებული ინფორმაცია, 25 იანვრის ინფორმაცია არის ეს. სტიქაროსნებმა ამხილეს ერთ-ერთი ეკლესიის მღვდელი და თქვეს თუ როგორ ავიწროებდათ მათ სექსუალურად ეს ადამიანი. და თუ ვინმე ამ ნიუსებს ადევნებთ ხოლმე თვალს, გადასარევად გეცოდინებათ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. სექსუალური შევიწროება და გაუპატიურება. კასპში დააკავეს 73 წლის მამაკაცი, რომელმაც იძალა და 14 წლის მოზარდზე. ბოდიში ბავშვზე. 14 წლამდე მიუღწეველი გოგონას, ანუ 13 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მისი დედაც, რომელმაც იცოდა, რომ ამ ბავშვზე ძალადობდნენ და არ შეატყობინა შესაბამის ორგანოებს. დიახ, ესეც არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც დედები მალავენ ხოლმე ამ ინფორმაციას და სამწუხაროდ ესეც ბევრჯერ ვნახეთ. 13 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ ბაბუას პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ისევ ოჯახში ვტრიალებთ. 8 წლის ბავშვის გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ისევ ოჯახში. ანუ არ ვიცი, სასულიერო პირები უფრო უარესებს შვებიან, თუ თვითონ ჩვენ უფრო უარესებს შვებით. მე მგონი რაღაცა შეჯიბრის მსგავსი არის გამართული, ვინ უფრო უარესს იზამს. მსგავსი რამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოში არ ხდება. მოდი გავიხსენოთ, ვინ არის ასევე მართლმადიდებელი სახელმწიფო ჩვენთან ძალიან ახლოს, ჩვენი მეგობარი სახელმწიფო. რუსეთის პატრიარქი აცხადებს, წამოსცდა რაღაც მსგავსი ჯარიმა, კიდევ წამოსცდა, საბჭოთა დროს კარგი იყო, 15 დღე ღამე. ესეც გახლავთ რამდენიმე დღის ნიუსი და აქაც ფიგურირებს მართლმადიდებლური სახელმწიფო. ამასობაში მე მგონი ეს ჩვენი წარმოსახვითი ადამიანი, რომელიც შევქმენით დისკუსიისთვის, გაგვექცა. თქვენ რა სიტყვით, როგორ შეიძლება მისი მოbrunება? ნახავდით ალბათ მაგ ვიდეოს და ხო აი მაგის მერე არის ატეხილი ჩემს პირად შეტყობინებებში ერთი ამბავი მლანძღავენ ასე ისე არა და როგორც თქვი, არაფერი ტყუილი არ გამიჟღერებია, ზუსტად ეგრე ხდება, როგორც ხდება და იცით რაში დავწმუნდი კიდე ერთხელ, ანუ როგორი ტიპები ვართ, იცით? ყველაზე მეტად ვერ ვიტანთ, როდესაც ვიგებთ ხოლმე სიმართლეს, აი ყველანაირად გვირჩევნია რაღაცა ლამაზი, ტყუილი შეგვიკოწიწონ, რაღაცა ლამაზი ფორმულირება მისცენ აბსოლუტურ სიცრუეს და ის გველაპარაკონ, ვიდრე რეალობა რაც გვაქვს. ლოგში ვარ უბრალოდ მართლა აი რანაირად ხდება ეგ, რომელი ლოგიკით იხსნება, ვერ ვიგებ, აი ყველა ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებთ არასწორად და ვიღაცა რო იძახის, რომ არასწორად ვაკეთებთ, განა იმას ვფიქრობთ ხოლმე, რომ სწორად როგორ გავაკეთოთ და მოდი აბა დავფიქრდეთ, იქნებ მართლა არასწორად ვაკეთებთ. არა, ეგრევე გადავდივართ ხოლმე იერიშზე, რომ აი ეხა ეს ჩვენ ჩავქოლოთ, ჩავმარხოთ, მოვკლათ, რომ მე არავინ თქვას კიდევ იგივე, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ. ანუ არ ვიცი, ხა ჩემი გადმოსახედიდან ძალიან არასწორი არის, როდესაც რომელიმე წმინდანის ხსენების დღე არის ხოლმე და ჩვენ მაგალითად ვაწყობთ ხოლმე ჩვეულებრივ სასაკლაოს, ასობით ცხვარი იხოცება, ყელს ჭრიან პირდაპირ იმ კონკრეტული ეკლესიის ადგილას ან სადმე ახლომახლოს და მერე წვავენ, ჭამენ და ფიქრობენ, რომ ეგ არის კარგი მსხვერპლშეწირვა იმ წმინდანისთვის. ანუ არ ვიცი, ეს ჩემი პლატფორმა არის და ჩემს აზრს ვაფიქსრებ, შეიძლება სხვა აზრი ჰქონდეს და არ არის პრობლემა, შესაძლებელია რომ ადეკვატურად დააფიქსირო, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეგ არის, აი არ ვიცი, არანაირ მორალურ ნორმაში ეგ არ ჯდება. ასევე ჩემთვის არის ჩვეულებრივი სპექტაკლი, როდესაც აღნიშნავენ ხოლმე ოჯახის სიწმინდის დღეს,
არაერთმა პოლიტიკოსმა, რომელმაც აღნიშნა ეგ დღე და გამოვიდა და ფორმალობები ილაპარაკა, მერე ნახეს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში თავიანთ მეორე და მესამე პარტნიორებთან ერთად გულაობენ მშვენივრად. ასევე არაერთი ადამიანი ვიცი, ვინც მაგ დღეს აღნიშნავს ხოლმე და გამოდის ხოლმე იმ უამრავ ადამიანთან ერთად და შემდგომ სახლში საკუთარ ოჯახის წევრებზე, მათ შორის ცოლებზე ძალადობენ ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად, სექსუალურად. მართლა არ ვიცი, რაში გვჭირდება ეს ფორმალობები, ანუ ვისთვის, რის დამტკიცებას ვცდილობთ, რა მნიშვნელობა აქვს, რა მნიშვნელობა აქვს შენს მიერ გაკეთებულ ფორმალობას, თუ რეალურად შენში შიგნიდან პიროვნებაში არ შეცვალე რამე. მაგრამ ანუ ეგეთი ტიპები ვართ რა, ანუ ხალხს ურჩევნია, რომ არ იცოდეს ზუსტი ციფრები პირობითად, რამდენით აფინანსებს თუნდაც მთავრობა საპატრიარქოს, ანუ ურჩევნიათ, რომ ეგ არ იცოდენ, ასევე ურჩევნიათ, რომ არ იცოდნენ რამდენი ადამიანი, რამდენი არასრულწლოვანი, რამდენი ბავშვი შიმშილობს საქართველოში, ბევრად უფრო უკეთესად იქნებიან ეგენი რო არ იცოდნენ და მე ვიღაცა რომ ამ ინფორმაციას აჟღერებს და ეს რო არის, მართლა არ ვიცი, ისეთი ინფორმაცია, რაც შოქში ჩაგაგდებს, იმდენად დიდი არის ეს რიცხვები, მე მაგ ადამიანის მიმართ აქვთ ხოლმე აგრესია, ანუ ჯობია რომ გაჩუმდე და არ გააჟღერო რა, ანუ სირაქლე მასავით. ეს ჩაყოფილი რო აქვს თავი, რომ არაფერი არ ხდება. არ ვიცი, რავი, შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი აზრი კომენტარებში, იმიტომ რომ თქვენი კომენტარები ბევრად უფრო საინტერესო არის ხოლმე და კრიტიკული ვიდრე პირობითად TikTok-ზე, იმიტომ რომ აქ შედარებით ადეკვატური აუდიტორია მყავს, არაერთხელ მიხსენებია ეს და თან აქ არ არიან პირობითად ბავშვები, რომელიც ვიღაცის ზემოქმედების და იმის ქვეშ არიან ხოლმე გავლენის ქვეშ, აქ უფრო მეტად მიყურებენ ადამიანები, რომლებიც არიან ზრდასრულები და საკუთარი აზრი გააჩნიათ და მაინტერესებს თქვენი გადმოსახედიდან რამდენად სწორად ხდება ის, რაც ხდება. ეს გამოვედით ქალაქის გასათვალიერებლად, ვართ ცენტრში და თქვენს დაგათვალიერებინებთ, რასაც ნახავთ. პირველ რიგში მივდივართ აი ამ კოშკისკენ. ძალიან კარგი ამინდია. ესე იგი, მეგობრებო, დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ ქალაქის დათვალიერება, იმიტომ რომ შაბათი დღე არის და სხვა საქმე არაფერი გვქონდა. გამოვედით, რომ შევისწავლოთ ის ქალაქი, სადაც ვიცხოვრებთ და ეს არის ჩვენი პირველი ლოკაცია დღეისთვის. ეს არის ოქროს კოშკი, რომელიც მე-13 საუკუნეში აიგო და ძირითადი დანიშნულება იყო ქალაქის დაცვა. როგორც წავიკითხეთ სხვადასხვა წყაროში, ამ კოშკის გადასწრივ ესე პირდაპირ მეორე კოშკიც იდგა და როდესაც გამოჩნდებოდნენ მტრის გემები, ეს ორი კოშკი ერთმანეთს შორის ჯაჭვს აბამდა ხოლმე, რომ ის გემები ქალაქში ვერ შემოსულიყვნენ. შესაბამისად, ამ კოშკს ჰქონდა თავდაცვის ფუნქცია. თუმცა სახელი რო ჰქვია ახლა ოქროს კოშკი, საიდან მოდის ეს? ერთ-ერთი წყაროს მიხედვით შიგნით იყო ოქროს საგანძური და მაგიტო დაერქვა ოქროს კოშკი. მეორე წყაროს მიხედვით, როდესაც მზე ანათებს ხოლმე, მზის მხრიდან ოქროსფრად ელვარებს და ძალიან ლამაზია. სწორედ ამიტომ დაერქვა ოქროს კოშკი. ну რაღაცა სხვადასხვა პატარ-პატარა წყაროები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მთავარი ის არის, რომ დღეს არის სევილიის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო და ძალიან აქტიური ტურისტული ადგილი არის. ეხლაც ბევრი ტურისტი მოძრაობს, ასე თუ ისე ამ პერიოდისთვის არის 31 იანვარი და დღესდღეობით შიგნით არის საზღვაო მუზეუმი. სანამ შემდეგ ლოკაციაზე მივალთ, შევიდეთ ამ მაღაზიაში, რომლის სახელიც არის ალეჰოპ. არასდროს ყოფილვარ აქ. ნახოთ რა ხდება. ყველაფერი არის ცოტ-ცოტა. სათამაშოები, ტექნიკა. ესეთი რბილი სათამაშოები. აი იქ არის სათვალეები, აქსესუარები. ლამაზი რბეულები, კალმები. საკანცელარიო ნივთები რა, ამგოთ ყველაფერი არის ცოტ-ცოტა. შეიძლება უგენდაო. ფასები. ხო. რა ლამაზი მარაოებია ნახეთ. არა დონჩოს ისინი უყარს შავები. რა ლამაზებია, ვა, ნახე. სევია. ტანსაცმელი კავები, ჭურჭელი.
ძალამაზია ყველაფერი. ჩვენმა კურსელმა ქალმა უკრაინელმა მითხრა, რომ ესეთი კაბა იყიდი აუცილებლად უნდა ჩაიცვა ფესტივალზეო. შავში უფრო ლამაზია. აი ესეთი თოჯინები, ეს თმაზე რო გაიკეთო. სანგრია. ესეთი ვიყიდეთ პირველად რო ვიყავით ესპანეთში, ოღონდ იმისთვის რა ქვია. მაცივრის მაგნიტი, მაგასაც ვაჩვენებ თუ არ გაქვთ ნანახი ჩვენი ესპანეთის ბლოგი აუცილებლად ნახეთ. დაბადების დღისთვის ვიყავით ჩამოსული და აუ ძალიან კარგი იყო. ოღონდ იქით ვიყავით ჩვენ მაშინ კატალუნიაში. აი ესეთი ვიყიდეთ. 6 ევრო გადავიხადეთ. რომელიღაც იყო აქედან არ მახსოვს და მე რო გავიარეთ 1 ევროდ იყო ცოტა მოშორებით. ანუ ცენტრში არ უნდა იყიდო რა, ცენტრში ძალიან ძვირი იყო. თუ დავუჯერებთ იმ წყაროებს, რომელიც წავიკითხეთ, ეხლა ვნახულობთ მსოფლიოში ყველაზე დიდ გოთურ ტაძარს. აი, ასე გამოიყურება, მართლაც ძალიან დიდია, იქიდან მხრიდანაც ვნახეთ, იქიდანაც უნდა მოვაროთ, ახლა ყველა მხრიდან უნდა ვნახოთ და მართლა ძალიან დიდია. არის გოთურ სტილში გაკეთებული და თარიღდება მე-15 საუკუნით. ესეც ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა არის სევილიაში. კვილეულის მაღაზიაში ვართ. ისეთი საოცარი სუნი დგას, ვერ აგიღწევთ მართლა. მოიცა უნდა განახოთ, როგორი გოზინაყები აქვს. აუ, აქვე ამზადებენ, მაგიტო ესეთი საოცარი სუნი. აი, უგემრიელესი რაღაცაებია მართლა. ნახეთ, როგორი გოზინაყები აქვს თამაც. აი, შეხედეთ. ესეთი კიდე. ესეთი. უფ, ეს ძალიან გემრიელი. აუ, ეს კარამელშია უბრალოდ. ხო. Chocolate negro. Cacahuete. Cacahuete არის კარამელი? არ ვიცი. არ ვიცი არის cacahuete. მოდი მოსანახავ, დავსერჩავ. Cacahuete ყოფილა არაქისი. აი, გუირლაჩე შეიძლება ამ ტყუილეულის სახელი არ ვიცი, მაგრამ აქ ერთი ბიჭი არის რაღაცეებს გვასინჯებს რა, თან რომ მოძრაობს შიგნით და დადიხარ და რაც გაგვასინჯა ყველაფერი საოცრად გემრიელი იყო. აი მეორე მხრიდანაც მოვედით ამ ტაძრის. აქ აწერია Avenida de la Constitución. Avenida ვისწავლეთ რომ არის გამზირი, ანუ კონსტიტუციის გამზირზე ვართ ეხლა. Vale, vamos a presentarnos. ნახეთ რა ლამაზი ხეებია. 4 კუთხედი ფორმა აქვს. Vamos a dar inicio a un espectáculo de acrobacia, baile y humor para todas las edades. Lo más que voy a hacer ahora mismo es pedirle energía. Porque buena energía, buen show. Mala energía, mal show. 1, 2, 3, Sevilla. Everybody clap your hands. Well, girl, you know you're bound to get one more rock out sound. You're shaking. When you're both around. Well, girl. ჩემი საყვარელი ადგილი მსოფლიოში. ვაიმე, საოცარი სუნი დგას. რაღაცა უზარმაზარ მოლში შემოვედით და იცით როგორ არის განლაგებული ყველაფერი? ეხლა ჩვენ ვართ, მე მგონი მე-4 თუ მე-5 სართულზე. პირველ სართულზე იყო პარფიუმერია, მაკიაჟი და ეგეთ რაღაცეები. მეორე სართულზე იყო კლასიკური ტანსაცმელი, მესამე სართულზე ბავშვის ტანსაცმელი და ესე ანუ თითოეულ სართულზე ერთი კონკრეტული მიმართულება არის რა. ეხლა ვართ რა თქმა უნდა სპორტულებში. ძალიან საინტერესო რაღაცები ვნახეთ. აქეთ არის მაგალითად სავაშქრო რაღაცეები, იგივე უამრავი ფეხსაცმელი დავათვალიერეთ, სავარჯიშო ტანსაცმელი და ეხლა მაინტერესებს ელასტიკები და ტოპები. ამ ეტაპზე შეძინას არ ვაპირებ, იმიტომ რომ მაქვს წამოღებული და თან საკმაოდ ბევრი, მე მგონი ტანსაცმელი არ წამომიღია იმდენი, რამდენიც სავარჯიშო ტანსაცმელი წამოვიღე, იმიტომ რომ ჩემთვის პრიორიტეტი ეგ არის ხოლმე. თუმცა მაინტერესებს ზოგადად აი
რა ფასები აქვს? არასდროს შემინძენია ისე მე მგონი სპორტული დასაცმელი რა ყოველთვის გამოწერით მაქვს ხოლმე. არ მახსენდება შემთხვევა რომ მაღაზიაში მეყიდოს და ისეთი უცნაურია. არ ვიცი, როგორ უნდა ვიყიდო, არ ვიცი. ესე იგი ეს მოლი მართლა უზარმაზარი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ჯერ ხო უამრავი სართული ჰქონდა. ბოლო სართულზეც ავედით ჩვენ და რესტორანი დაგვხვდა, ოღონდ ძალიან მაღალი ფასები იყო ჩვეულებრივ ფასებთან შედარებით. და ჩამოვედით ახლა სულ ბოლო სართულიც გვაინტერესებდა და აქ უზარმაზარი მარკეტი დაგვხვდა. და არ ვიცი, ამის ქვემოთ აღარ ჩადის ესკალატორი და ესე იგი ეს არის ბოლო სართული. ეხლა ამდენი სიარულის მერე გადავწყვეტეთ რომ ცოტა ხანი შევისვენოთ, ფეხებიც დავასვენოთ, რამე გემრიელი ვჭამოთ. არ მოგვეწონა ის მარკეტი, რომელიც ვნახეთ მოლში. არ იყო დასაჯდომები, არ იყო მოწყობილი სივრცე, სადაც შეგიძლია რომ მიირთვა საკვები, ამიტომ წამოვედით მერკადონაში, სადაც ძირითადად არის ხოლმე ყოველთვის ეს სივრცე და აი დავინახე უკვე. შევალთ ახლა რამეს ავარჩევთ და ავიღეთ ჩვენი ფავორიტი სალათები. აქ არის სელმონი, ეს რაღაცა соусია, კარტოფილი. მე ამას დავტოვებ აუცილებლად, იმიტომ რომ ბულგარულს ვერ ვიტან, მაგრამ დანარჩენი ყველაფერი მომწონს ხოლმე. სერანიტო უნდა გავსინჯოთ დღეს პირველად და ასევე ავიღეთ ეს ლიმონის ზერო შუგარით დასალები. ეს ხუმუსი უბრალოდ ავიღეთ სახლში უნდა წავიღოთ და დანარჩენს ეხლა შევჭამთ გემრიელად. გამოვედით ჩვენ მერკადონადან. ეხლა გადავჭრით ამ მდინარეს, ესეთი ლამაზი ხიდი არის და მივდივართ პრიმარკში. ძალიან მაინტერესებდა პრიმარკი. მე მგონი რომ არასდროს არც ერთი მოგზაურობის დროს არ ვარ ნამყოფი, ამიტომ წავიდეთ და ვნახოთ. მოვედით ესე იგი ტორრესევია წერია, უზარმაზარი შენობა არის. ნუ ამ ქალაქისთვის არის უზარმაზარი, იმიტომ რომ ამ ქალაქში ძირითადად დაბალი შენობები არის და გვიჩვენებს რომ პრიმარკი არის შიგნით. წავიდეთ და ვნახოთ. ოპა, მოვედით. H&M-ი დავინახე, იქით მანგო დავინახე. ნახოთ აბა. ამას შეხედეთ რა ლამაზი სანთლებია. შეჭმა მოგინდება. კრუასანები. დიდ სავაჭრო ცენტრში მოვედით, ფეხსაცმელების მაღაზიაში შემოვედით. ახლა არ მახსოვს გითხარით თუ არა მხოლოდ ეს ფეხსაცმელი მაქვს წამოღებული. ჩემი ფავორიტი რომელიც იყო ის წამოვიღე და ეხლა აქ რო დაიწყო უკვე ამინდების ცვლილება და საკმაოდ რო თბილა, მინდა რომ სხვა ფეხსაცმელი ვიყიდო, მაგრამ ძალიან მიჭირს ხოლმე ფეხსაცმლის არჩევა, აი არ ვიცი. წიკები მათ ისეთი არ მინდა, ასეთი არ მინდა, ისეთი და ვერსად ვერ ვნახეთ, თორე ეს არ არის დღეს პირველი ფეხსაცმლის მაღაზია, სადაც შემოვედით. რაღაცა ისეთი მინდა სადა, ყველაფერს რომ მოუხდეს, ყველაფერთან რომ წავიდეს. ეს შედარებით მომეწონა. ესეთ შედარებით მომეწონა. არ ვიცი. პატა made me რომ გამესინჯა ეს. ნახეო მაინც ფეხსელ. What do you guys think? ეს კრემის ფერი რო აქ ნერვებს მიშლის, თითქოს დასრულია და არ მომწონს. სარკი არ აქვს და ესე მაჩვენებს. Okay, ბას, დავედით. გავიაროთ, ნახოთ და მერე გადავწყვეტეთ. მოვედით პრიმარკში, ნახეთ უბრალოდ რა მხელა. შევიდეთ აბა. ძალიან დიდია ბას. ყველაფერია, აი, აბსოლუტურად ყველაფერი. დასაცმელი, ფეხსაცმელები, კოსმეტიკა, არ ვიცით მის რაღაცა დასახვევის საშუალებები, აქსესუარები, სამკაული, ყველაფერი. პრიმარკში მომეწონა სხვადასხვა ფეხსაცმელები. ნახეთ, თითქმის იგივეა რაც იქ ვნახეთ, ოღონდ უკეთესი ხარისხია, უფრო მეტად მომეწონა და ფასიც უკეთესი აქვს. პრიმარკი მართლა კარგი ყოფილა. ნახოთ ახლა შევარჩევ ჩემთვის სასრულ ზომას, ფერსაც ავარჩევ და მოვისინჯოთ. ესეთი ორი შევარჩიეთ. ახლა ეს არის ცისფერში. ხო, ერთი და იგივე მოდელია თუ სხვადასხვა? ეს ცისფერშია, ეს არის თეთრში. მოდი ორივეს მოვისინჯო. ჩავიცვი ახლა და აი ფეხზე ბევრად უფრო კომფორტული არის ვიდრე ის წინა. ეს ბევრად უფრო ისეთი არა, აი ხმელი არ არის. ახლა წავალ სარკეში. მომეწონა ეს, მაგრამ მე მგონი სულ თეთრი უფრო მინდა. ჩავიცვამ ახლა და ვნახოთ. ჩავიცვი თეთრი და ეს უფრო მომწონს.
ზოგადად მიყვარს სულ თეთრი ფეხსაცმელები რა და ამაში უფრო კომფორტულად გრძნობ თავს. ამას ავიღებ. ეს ჩემი ლეგენდარული ძალიან მიყვარს. ამას საქართველოში ვერ დავტოვებდი ხო იცით როგორ მიყვარს ეს ფეხსაცმელი რაღაცნაირად ულამაზესი დგომა აქვს ნახეთ. და ძალიან კომფორტულიც არის სასიარულოდ და რა სიძახი? პატა ეძახის ტრაქტორებს. ხო და შეიძლება გავს კიდევაც ტრაქტორებს, მაგრამ აი ულამაზესი დგომა აქვს, კაბასაც უხდება, შარვალსაც უხდება და ამას ვერ დავტოვებდი საქართველოში, ამიტომ წამოვიღებ. ხო და ეხლა ეს ვიყიდოთ. სადღაც 15-20 წუთია ვათვალიერებ Primark-ს და ჩემთვის უკვე გასაგებია რატო უყვარს ამდენ ადამიანს. აი მართლა ყველანაირი ადამიანი, ანუ ყველანაირი გემოვნების ადამიანზე არის მორგებული. იმდენი რამე იყიდება. იმ ხელა არჩევანი არის, ისეთი მრავალფეროვნება არის და თან ისეთი კარგი ფასებია რა. აი არ ვიცი, ჯერ მარტო პიჟამა ნახეთ, ესენი არის სულ ქალის საცვლები. აქეთაც, იქითაც პიჟამოები იმდენნაირი ვნახე, რომ აი როგორიც არ უნდა მოგწონდეს, შენს მოსაწონს მაინც ნახავ რა. ძალიან მომეწონა. ყველაფრის დათვალიერება მინდა ეხლა და პატას ფეხები დაეღალა, იქით ზის მელოდება და მე მანამდე დავათვალიერებ. ნახეთ აქ რა ვნახე. გახსოვთ რო გითხარით, რომ შეიკერი მჭირდება დარბაზისთვის თქო და რო ვერ ავარჩიე ჩემი მოსაწონი მერკადონაში. ეხლა აქ არის საკმაოდ დიდი არჩევანი. ეს უბრალოდ ერთი თარო არის, სადაც არის განთავსებული ეს შეიკერები და აქ კიდე უამრავი თაროა ეგეთი. ამიტომ ეხლა მოვძებნი და აქ აუცილებლად უნდა ვნახო რამე ჩემთვის მოსაწონი. მე მგონი ყველა თარო დავათვალიერე, ყველაფერი ვნახე. და ყველაზე მეტად სწორედ აი ეს მომწონს. ვარდისფერია, როგორიც მინდოდა. დღეს ჩვენ კიდევ ვნახეთ სხვა ვარდისფერები, მაგრამ ეს რაღაცნაირი ლამაზი ვარდისფერია. 700 მილიგრამიანი არის, აქვს სატრუპიც, მოყვდება რომ მეზარება ხოლმე და მოკლედ იდეალურია. ძალიან მომწონს. ქვემოთ არის კიდე ესეთი. ვნახოთ ეს. მაგრამ მე მგონი ის უფრო მომწონს, რომელიც ავიღე. იმიტომ რომ ამას რაღაცა რეზინი აქვს და თან ნარინჯის ფერშია და ეს სულ ვარდისფერია. ეს ჟაკეტი ხუდები ღირს 9 ევრო, ჩვეულებრივი არა ჟაკეტი ხუდებით 9 ევრო, ისეთი შორტები 3 და 50. სავარჯიშო ასეცმოსაც შევავლე მაინც თვალით დამაინტერესა და ყველაფერი ძალიან მომეწონა. აქ ესეთი ნახეთ, ესეთი სტილის სპორტული გაშვებული შარვლები ქვემოთ 9 ევრო ღირს და ვისაც მანჟეტიანი მოსწონს, აი ქვემოთ რო ვიწყებდება, ეგეთი ღირს 7 ევრო. აი არ ვიცი, ყველანაირ ფერებშია, ყველანაირ ზომებშია, ძალიან მომეწონა. აი ყველაფერი არის ერთ სივრცეში ამ Primark-ში და ალბათ ძალიან ხშირად მოვალ ხოლმე. მერე უკვე ხელფასიანი გოგო რო ვიქნები. ეხლა დიდად არ მსიამოვნებს ხოლმე ფულს რო ხარჯავ, იმიტომ რომ ჯერ ხო არ ვმუშაობ და აი რაღაცნაირად თავს დამნაშავედ უგრძნობ ხოლმე და მარტო ისეთ რაღაცებს ვცდილობ ვიყიდო, რაც მართლა მჭირდება. ხო და აი მერე როცა ასე აღარ იქნება, ყველაფერს გავზიტავ ხოლმე. აუ ეს კაბა ძალიან მომეწონა. ძალიან საყვარელია. თან იცით რა მიყვარს კაბებში? აი ეს შორტი რო აქვს ქვემოთ და გავგიჟდი, ისე მომეწონა. ძალიან საყვარელია. აუ ესეც რა საყვარელია. თან რაღაცნაირი აი მოკლე დგომა როა, იგით დგომა აქვს და ძალიან საყვარელია ესეც. ესე იგი, მეორე სართულზეც ვიყავით ასულები, სადაც არის უშუალოდ ბიჭების ტანსაცმელი, ფეხსაცმელები, ყველაფერი მოკლედ. მეორე სართული მამაკაცების სექცია იყო და პატასაც, რომელსაც ასევე ძალიან უჭირს ხოლმე ყველაფრის არჩევა. ძალიან მოეწონა რაღაცები, ჯინსები მოეწონა, სპორტული შარვლები, ფეხსაცმელები, მოკლედ. Primark-მა ორივეს გული მოიგო. ეხლა ვარ ბიჭების გასახდელში. ამ არჩეულ ჯინსებს იცვლის და უნდა მოვასწროთ სასწრაფოდ, იმიტომ რომ 5 წუთია დახურვამდე დარჩენილი. ნახეთ როგორ მოუხდა. კაია ძალიან. Nice. Next. მალე. ძალიან ლამაზი შარვალი არჩება ადამიანს და ეხლა უნდა გადავიხადოთ დროზე. მიყვარს. I will be back. დაუბრუნდით მეგობრებო სახლში. პირველი 16 წუთი არის ეხლა. ძალიან დაღდილი ვარ, ფეხებს საერთოდ ვეღარ ვგრძნობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიარეთ, ძალიან ბევრ ადგილას ვიყავით, აი თითქმის არ გავჩერები ვართ იმ ერთი გაჩერების გარდა, როდესაც ვჭამეთ მერკადონაში. მაგრამ სანამ დავიძინებ, მინდა რომ მანიფესტაცია გავაკეთო აქ მოგროვეული, მაშინ რომ ვიყიდე ხო გახსოვთ? ეს ეგრეული მაქვს აქ, აბსოლუტურად სუფთა ფურცლიდან ვიწყებ და უნდა გავაკეთო მანიფესტაცია.
ესე იგი, პირველ რიგში, ვინც არ იცით რა არის манифестация, მე წლებია манифестაციას ვაკეთებ და უკვე ძალიან ბევრჯერ მაქვს ამ ჩემი აუდიტორიისთვის ახსნილი და მაინც თუ გინდათ ესე დეტალური ახსნა განმარტებები მაქვს Instagram-ზე ერთი highlight-ი, რომელსაც ქვია манифестация და შეგიძლიათ რომ გადახედოთ, თუ არა და ისე გეტყვით, რომ ეს არის უბრალოდ პროცესი, როდესაც შენ ფოკუსირდები დადებით ენერგიაზე, რომ შემდგომ ეს დადებითი ენერგია გამრავლდეს. манифестაციის ძალიან ბევრი ხერხი და საშუალება არსებობს. უამრავი მაქვს გაკეთებული სხვათა შორის, აი ძალიან ბევრნაირი მიცდია, თუმცა აი ყველაზე ისეთი, რასაც ხშირად ვიყენებ ხოლმე, არის უბრალოდ რვეულში ჩაწერა. და როგორ აკეთებ ახლა ამას? უნდა წარმოიდგინო რა გინდა, ოღონდ ზუსტად, აი ძალიან ზუსტად უნდა წარმოიდგინო რა გინდა და ძალიან ზუსტად უნდა იცოდე ესე დეტალებში და შემდგომ უნდა დაწერო აწმყო დროში, რომ თითქოს ეს ყველაფერი უკვე გაქვს. ანუ დღევანდელი დღის გადმოსახედიდან უნდა დაწერო ეს ყველაფერი. ანუ მაგალითად, ავიღოთ სიტუაცია, რომ ცდილობ სახლის ყიდვას, ის კი არ უნდა დაწერო, რომ სახლს ვიყიდი. უნდა დაწერო, რომ სახლი ვიყიდე. უკვე შევიძინე, ესე გამოიყურება, ამა და ამ სართულზე, ამა და ამ უბანშია, ამდენი ოთახია, ამ ოთახებში ესეთი ფერის კედლებია და ასე შემდეგ, ანუ რაც უფრო დეტალურად დაწერ, მით უფრო უკეთესი. манифестაციის კოუჩებს მე ხშირად ვუსმენ ხოლმე და ამ პროცესიც როგორ ხსნიან, აი მაგალითად, როდესაც გინდა რაღაცა კონკრეტულ ადგილას წასვლა, ხო? და იღებ maps. ამ maps-ზე ხო ზუსტად მაგ მისამართს წერ, თუ რა ადგილას უნდა წახვიდე და შემდგომ პირდაპირ გაძლევს მიმართულებას. და თუ ზუსტად არ ჩაწერ მიმართულებას, უпроსტად თუ ლოკაციას არ ჩაწერ ზუსტად, მიმართულებასაც ვერ მოგცემ ზუსტად, ანუ ვერ გაიგებს, სად მიდიხარ და ანალოგიური პროცესი არის აქაც, ანუ ძალიან ზუსტად უნდა დაწერო destination-ი რა და აი რა გინდა, უნდა დაწერო ძალიან ზუსტად. ანუ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ ძალიან დიდი კატალოგი გიდევს წინ. ოღონდ არ შეგიძლია ამ კატალოგის გადაშლა და დათვალიერება. იცით როგორი კატალოგი წარმოიდგინეთ Oriflame-ებს და ეგეთ რაღაცებს რო აქვთ ხოლმე სხვადასხვა კომპანიას რა ესე რო უშვებენ ხოლმე ჟურნალების სახით, ეგეთი კატალოგი წარმოიდგინეთ, რომელიც არის ძალიან დიდი. იქ არის აბსოლუტურად ყველაფერი, აი რაც კი შეიძლება ადამიანმა ისურვა, ოღონდ შენ არ შეგიძლია შიგნით ჩახედვა. და ესეთი რაღაცა შეგიძლია გააკეთო, რომ დაახასიათო რა გინდა და ეს კატალოგი თვითონ მოძებნის მსგავს და თვითონ მოგცემს. ოღონდ შენ არ შეგიძლია რომ ჩაიხედო და არჩიო, შენ უბრალოდ უნდა დაახასიათო და ძალიან ზუსტად მოყვე რაც გინდა. ხო და მაგას ვაკეთებ ხოლმე, არ ვიცი, მე მგონი 5 წელზე მეტი არის ვაკეთებ ხოლმე, ძალიან მაგრად მუშაობთ ყოველთვის და როდესაც მგონია ხოლმე ეგეთი შემთხვევა რომ არ უმუშავია, ყოველთვის რაღაცა უკეთესი მოხდა ხოლმე, ვიდრე მე მქონდა დაწერილი. ასე რომ უარყოფითი შემთხვევები ჯერჯერობით მე არ მგონია, რა გინდა? манифестაციას ვაკეთებ. სპარტაკორის მე შენს მაიმუნებს უნდა მოვუყარე. პატას არ ჯერო და ამ манифестაციების და სულ რაღაცებს მეხატავებოდა ხოლმე манифестაცია რაო ასეო ისეო და რომ დავწერე ხოლმე რამდენჯერმე და რომ დაინახა და მე ყველაფერი ზუსტად ერთ-ერთში რომ მოხდა ხოლმე იმის მერე გაჩუმებულია. მოდი ერთი ვახიაროთ რა. манифестაციების ბრალი კი არა, აი ყველაფერი. შენ ხარ ჩემი აი ყველაზე მონდომებული და ყველაზე მაგარი გოგო და აი იქ რო გიწერია, განა манифестაციის გამოიზიდა, მაგას იმას აი ყველა ვარიანტში მიაღწევ რა, უბრალოდ ეგ მიზანი გაქვს, რომ აი ის ყველა ვარიანტში უნდა მიაღწიო. იქ ფურცელზე რაც დაწერა, არაფერში არ არის, ვაფშე არსაიდან არაფერს არ იზიდაო რა. შენ ხარ უბრალოდ რა ისეთი რომ აი უნდა გააკეთო შანსია რა მაგისტრის უნდა გააკეთო ყველაფერი გაგირავი შენ ხარ ყველაზე მაგარი გოგო ეს რა გამოსულა იგო გაგირავ ხა დღეს როგორ გინდა დავიზინო დენი შეკევების მე როგორ უნდა დავიზინო კაკი მასყვის რაღაცა გისვია თუ ჩემზე ვასე მისვია სონი გარკია. მოდი დაგადენინო. ხო, მაგრამ არ აღიარებს, მაგრამ манифестაციები მუშა. ნუ ეხლა რა თქმა უნდა, ზარმაც და ის კი არ უნდა იყოს, შეთქვანს უნდა გააცრიოთ რაგი, მაგრამ ანუ ხო, აი ეხლა მაგის თქვა მინდა რა, манифестაცია. მე მთელი ცხოვრება ფურცელზე ვწერო რა და არაფერი ტრაკი არ გავარყი რა, მოვა. არა, манифестაცია გეუბნება, რომ უბრალოდ
ფოკუსი გაასწორე, დაწერე და ამისთვის იმუშავე. ანუ ეგ მანიფესტაცია და მანიფესტაციის კოუჩები არიან მოგონილები, რომ თვითონ ფული იშოვონ. გადი ეხა რა. შენ შოულობ, შენ აკეთებ რეალურად მაგ ყველაფერს რა, შენ ხარ მაგის ყველაფერი თავიც და ბოლოც. ეხა არა, ნახე. არა, მაგრამ მაინც მუშაობს მანიფესტაცია. ანუ ხო გინახავს ადამიანები, რომლებიც აი ძალიან ბევრს მუშაობენ, ძალიან ბევრს შრომობენ, ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, აი შეიძლება 10 სამსახური გქონდეთ, ყველაფერს მოდებულები, მაგრამ მაინც ვერ აღწევენ ხოლმე იმას, რაც უნდათ. ხო გინახავს. აი მე მინახავს ხოლმე ადამიანები, რომ აი მე 20 წელია მუშაობ ამ რაღაცაში და ჩემი ერთადერთი მიზანი იყო, რომ არ ვიცი, ეს მეყიდა და ვერ ვიყიდე. იმიტომ რომ ფოკუსი შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი მიზეზიც იყოს, რომ ფოკუსი არ აქვს გასწორებული და მაგაში გეხმარება, რომ ფოკუსი გაასწორო, თორე იმებს კი არ გაყრის რაღაცებს. Sprinkles კი არ გაყრის. Magic კი არ ხდება რაღაც. 20 წელი ერთ ადგილზე რო ხარ და ვერ აკეთებ იმას, რაც გინდა რომ გამოგივიდეს, ესე იგი არასწორ ადგილზე ხარ. ხო და ნახე, რომ გაასწორო ფოკუსი, მაგაში გეხმარება ეს, რომ მე არასწორ ადგილას არ მოხვდე. ჩარტი რა. შევთანხმდით რომ მუშაობს. არა, მუშაობს. მე მანიფესტაციის კოუჩებსაც უსმენ ხოლმე. რაღაცებს მუშაობენ ხოლმე კიდე ცოტა magic-ებსაც კითხულობ და უსმენ ხოლმე. როი ენერგია გადადის რო წერ შენ ამას ენერგია გადაგაქვს შენ ამაზე და სამყაროში უშვებს სიგნალს. მაგრამ მაგას არ მოუყვები რომ გიჟათ არ ჩავთვალოთ. მაგრამ მაინც იმაზე მივდივართ რომ ანუ ეს მანიფესტაცია რაც დაწერე ამ ყველაფრის განხორციელება გიწევს შენ უნდა იშრომო შენ უნდა ანუ არ ვიცი რამდენად სწორად ვაყალიბებ ახლა ჩემ აზრს და რამდენად გესმის ჩემი მაგრამ აი მესმის დაწერე ხო მართლა ეგრეა რაც არ გინდა წერო თავისით ხო არ მოა ეს დაწერაც ხო მანიფესტაცია გზავნი ესე იგი მაგრამ ამისთვის შენ უნდა იბრძოლო ისევ რა მე მაგალითად დავწერე რომ მე ვისწავლე ესპანური ძალიან კარგად და არ მიჭირს ანუ იდეალურად ვსაუბრობ, იდეალურად მეტყოდებ და ასე შემდეგ. აქ რო გაქვს დაწერილი და ყოველ დღე რო მე ეს მანიფესტაციისთვის ძალიან კაი არის, რომ ყოველ დღე ჩახედო და გადაიკითხო. შენ რო ამას ყოველ დღე ჩახედავ, იცი როგორი სინდისის ქენჯნა გექნება, რომ ყოველ დღე არ იმეცადინო? ამიტომ ეს გაგდებს ნამუსზე, მიხდი? თუ სინდისზე აგდება არის, თუ როგორ არის? ხო რა, ეს გაგდებს. ხო, ანუ ხო ხდებით რა. უნდა ჩაიხედო ხოლმე ყოველდღიურად. არა, მაგისთვის ჩაიხედო არა, ტრაკი უნდა გაანძრიო რა, მოკლედ რო ვთქვა. ეს გაიყვანეთ. ხო, ამას ეძინება. დღეს ზაბერია. კაი, დაგემშვიდობებით მეგობრებო. ამ ეტაპზე სხვა სიახლეები არა გვაქვს ჩვენ ორი უსათმური ადამიანი ვართ და წარმოდგენილი ჯერჯერობით. მანიფესტაციაში ჩავწერთ რომ აღარ ვიყოთ უსათმურები. ხო, ჩავწერთ ახლა. ჯერჯერობით ტურისტები ვით დავდივართ, ქალაქი მაინც ვისწავლოთ სხვა თუ არაფერი. სანამ ესეთ რო გვაქვს და ხო რა, მადლობა რომ გვიყურებთ. აუ, ერთი კომენტარი მინდა გამოვარჩიო, რომელიც წინა ვიდეოზე დაიწერა და ძალიან მომეწონა. ერთმა ადამიანმა დაგვიწერა, რომ არ ინერვიულოთო, ყველაფერი კარგად იქნებაო, რამდენიმე წლის შემდეგო ძალიან სასიამოვნოდ გაიხსენებთ ხოლმე მაგ პერიოდსა და დადებითი კუთხით შეხედეთ, რომ რა მაგარია, რომ უკვე გადადგით ეს ნაბიჯი, უკვე ესპანეთში ხართ და რა მაგარია რომ უკვე ოთახი გაქვს და დაიწყეთ ცხოვრებაო და ძალიან დადებითი კომენტარი იყო და ძალიან დიდი მადლობა აქედანაც. მართლა ძალიან კარგია, როდესაც მაგ კუთხიდან შეხედავ და თავს გაიმხნევებ. ოკეი, მადლობა ყველაფრისთვის, წარმატებები და მომავალ შეხვედრამდე. მუშაობს, მანიფესტაციები მუშაობს. ო, გად.